ხდება მხოლოდ აცებოზე გასულა. სამი ნომრის გასროლების სერია მოწმობს. იმედი მაქვს, რომ ურა მონადირებული არის რა. სამი ადამიანი და გაგვიზღობიან წინ და გავყვებოს ყველანი. რა თქმა უნდა, ხმაური არ იქნება, რაციებზე შევთანხმდით და ვფიქრობ, რომ რაციები არ იქნება საჭირო. კი ბატონო. იმიტომ რომ უკან როცა დავამთავრეთ, უკან გამოვბრუნდებით ერთმანეთს შევხვდებით. რა თქმა უნდა, გეგმავთ ტურისა და მგლის ამოღებას. აქ სხვა ნადირზე სროლა არ იქნება. არც დედალზე, არც მამალზე, არც კულტურელზე, არც რთიანზე. განაჩენ მეორე განყოფილებაზე კიდე დავამთავრეთ, შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. უსაფრთხოებაზე ყველა გამოცდილი ვართ კიდე, აქ ეხლა არავის არ ესწავლება, ფიქრობ რომ თქვენც ვინც მოგზავნით გამოცდილება შეიძლება ჩვენზე მეტიც აგაქვთ და თავარია დღე გაგვითენ და ლამაზად და მშვიდად და დაგვიღამდება და მოგვისაღამოდება მშვიდად და ლამაზად. სიკეთით დაიწყება და სიკეთით ბატონო. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით კახეთში. ჩემს მშობლიურ მხარეში ვარ, ძალიან მიყვარს აქეთა მხარე და გოგას არაერთხელ სვანაირად გიფეთქავდა ხო ნადირები, რა თქმა უნდა. ჩემო გოგა, დღეს რაზე ვაპირებთ ნადირობას, როგორ და რატო რანაირად? დღეს ვაპირებთ ჩემო მარლენ დაცებელზე. ახმეტის რაიონში მოიპოვეს ჩვენმა მეგობრებმა ლიცენზია მგელზე და ტურაზე. ძალიან კარგი ახალი ამბავი გვაქვს მე და შენ ჩვენი მაყურებლისთვის უკვე პრინციპში ეს სოციალური ქსელის წყალობით ცნობილი გახდა ნაწილისთვის და ვისთვისაც არა, ეხლა გაცნობებთ რომ 26 წლიდან სანადირო სეზონი რომ მოვა, თავისუფალი ამოღება იქნება დაშვებული ტურაზე და მელაზე და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელი ამ ამბავს ძალიან სიხარულით და მოლოდინით ელოდებოდა და მოეკიდება. რაც შეეხება კონკრეტულ ამ ნადირობას, გვაქვს 5 მგელზე ლიცენზია და 20 ტურაზე. ვერ გეტყვი რომ ყველას რა თქმა უნდა არ შევხვდება ყველა. შევხვდება, მაგრამ იქინა გამომდინარე რომ ბევრი ვართ, დაორგანიზებული, მე მგონი ნორმალურად არის ძალიან. იმედი გვაქვს. წარმატება ჩვენს მხარეს იქნება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ახლა თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ჩვენს გვერდში ყოფნა. ხდება მხოლოდ აცებოზე გასულა. მონადირეების წარმატებულ დღეს გისურვებთ აიწყოს. ნომერი აღქმულია, მხედველობა არის დიდებული. ძალიან მაღალი პროცენტი არის მხედველობის, როგორც აქეთ მხარეს, ასევე აქეთ მხარეს მოსალოდნელია რომ გამოვიდეს მტაცებელი. თუ რა თქმა უნდა, ძაღლებმაც პატივი უცეს და კარგად იმუშავეს. ბიჭები კი გააგრძელებენ ნომრებში გადანაწილებას. დავიწყეთ ნომრების გადანაწილება, მე აი ამ ხესთან ვერგო ნომერი ჩემს მარჯვნივ დაახლოებით 70-80 მარლენი უნდა იდგეს. ერთადერთი რამაც ცოტა დამაბნია დავინახე ჩემს ქვემოთ ჩასული კიდე ბიჭები, რატომღაც მეგონა რომ ჰორიზონტალურად იკეტებოდა. მოკლედ მოცემულობა არის ესეთი, რამხედველობა ნორმალური არის, ძალიან საკონტროლებელი მაქვს ორი მხარე, პირველი აი აქედან გამოსული
და მეორე თუ ქვემოდან მაღლა დააპირა გამოპარვა. სასრული იქნება აქედან აქამდე და აქედან აი აქამდე. პრინციპში რატო აქამდე? მაღლაც. ნახოთ რა მოკლედ რამემ თუ ჩამოირბინა ჩვენს თვალსაწიერზე. რისი ძალიან დიდი იმედიც მაქვს. იმედი მაქვს რომ კარგ კადრებს შემოგთავაზებთ. გიო ჩემთან ერთად დარჩა, მარლენი GoPro-თი არის. ნახავთ, ძალიან მალე შემოგთავაზებთ. ეხლა გავჩერდებით, სადღაც ალბათ 25 წუთში სარეკი დაიწყება. დაველოდებით სარეკის დაწყების სიგნალს და სრულ სიჩუმეს შემოგთავაზებთ. ერთადერთი ახლა რაც გვინდა რომ ყველა დაალაგდეს და მოგცემ ნიშანი რომ სარეკი დაიწყო და გავისუსებით, დაველოდებით გამოსულ მტაცებელს. ძალიან ბევრნი ვართ, დაახლოებით ალბათ მე ესე მგონია რომ 40 მონადირე მაინც ვართ სარეკის ხალხი რო არ ჩავთვალოთ. სარეკში 6-7 კაცი წავიდო და ძაღლებით წესით და რიგით წინაპირობა ძალიან კარგია და იმედია გაგვიმართლებს კიდეც. იარაღი ატანეო 12 შოტკამი გენოთხი ძალიან ხშირად აღნიშნავთ ხოლმე რომ რა არის ეს რაც წინ გიყენიაო ეს არის კამერა რომელიც სროლებს აფიქსირებს გასროლის მომენტს სასრული დისტანცია დაახლოებით არის 35 მეტრამდე მაქსიმუმი და ამიტომ დღეს ვინადირებ 7 ნოლებით 36 გრამიანი ვაზნებით ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ გაგვიმართლებს ნადირს დავინახავთ და შესაბამისად ვეცდებით რომ წარმატებული გასროლები გაჩვენოთ. სარეკი დაიწყო, გასროლის ხმები ქვემოდან გავიგეთ. ეხლა უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ჩუმად და დაკვირვებულად. უახლოვეს ნახევარ საათში 3 ნომრის გასროლების სერია მაქვს მოსმენილი. აქედან 2 სერია გასროლებისა ასე მგონია რომ წარმატებული იყო, იმიტომ რომ თქვენც ალბათ გესმოდათ მაკონტროლებელი ბოლო გასროლა რომ გაკეთდა. ანუ სროლებია მიყოლებული და მერე რაღაცა მომენტში საკონტროლო სროლა კეთდება. მე ასე მგონია რომ დღევანდელი ნადირობა შემდგარია. გვაქვს ესეთი რამ რომ 3 გასროლა იყო ნომრიდან რაც მე დავთვალე რა. ერთი იყო ქვემოთა მხრიდან მიყოლებით 4 გასროლა და 2 გასროლა იყო ნომრიდან ზემოთ. დიდი ალბათობით აყვანილი არის ნადირი, იმიტომ რომ გასროლების შემდეგ დამატებაც იყო დაგონს რასაც ვეძახით მონადირეები რა. ეხლა ამოვლენ ბიჭები, ყველაფერს უფრო დეტალურად მოგიყვებით. საინტერესო არის რა შედეგით დამთავრდა პირველი მორეკვა. ეხლა ნელ-ნელა ავიშლებით და შევხვდებით სარეკს და ნომრებს. ნადირობა დასასრულს მიუახლოვდა. მარეკი არის გამოსული. არ ვიცი ახლა თქვენთვის ჩანს თუ არა აგერ. კაცი მოძრაობს, ბუჩქებს მიიღმა. აქ ნომერია აშლილი უკვე და
ფაქტიურად სრულდება ნადირობა. სარეკი რა შეამჩნიეთ? გელი გელი? ახლოში იყო შენთან? 50 მეტრაში. სრულად მოგიწია? არა სრულად არ მომიწია, იმიტომ რომ არ ჩანდა. მხედველობის არეალი არ იყო საკმარისი, ხო? კი. დასაგები არის. ზომებში დიდი იყო, როგორ ფიქრობ? ძალიან. ხო, ვა. საით წავიდა? ქვევი ჩაბრუნა? მარის გაეპარა ქვემოთ. ქვევი? ხო. მალე კი რომ ჩემსკენ ცოტა განმოსული ყავთ, გველი ჩემსკენ წამოვიდო და ავიყვანდი, მაგრამ გაიპარა. გელი მაინც ისაა რა. სხვანაირი ინტელექტი. რა თქმა უნდა. გელი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ჩვენს ყურადღებას რა, აი ფაქტია. გავიგე გივაშკაც. კი, მაგრამ მეომე თორას. სორი ხარ, სორი მართალი ხარ, უნდა ჩამედო სხვილები. ვერ გააჩერა, სამი ტყვია ვესროლე, ესე იგი. ვესროლე, აი. ნოლები და სანამ ბოლოს შენი არ გავიზიარე არჩევდი კარტეში. როგორ იყო ძაღმა გამოგიყვანა თავის? გამოპარული იყო. ხო. სავარაუდოდ დედამიწას გამოეპარა, მოდიოდა მახებზე რა. ხო. პირველი ვესროლე დაატრიალა. მე მივა, ნუ მეთქი გაჩერდა, მაგრამ გაიცა. ორი მივაყოლე ზედზე, ვერაფერი წავიდა ხელში, დავეკიდე. და კიდე დაამატე. დავეკიდე, დავამატე, დაჯდა. დაჯდა, всё, მეთქი ამოვისუნდგე, კიდე წავიდა, თოვლი იყო, ამისრიალა, ფეხი აი ესე ვიკოტე, მე ბოლოს დავახჭო. შენ გინადირია ძმაო რა. მაგარი ექშენი იყო. ძალიან დიდი მადლობა. როგორ გეკადრება კაცო? იმისთვის ეგ არაფერი. ამაზე დღე ნახოთ ბიჭებმა აქეთკე რა ქვია, ნელ-ნელა იკრიბებიან და ნუ მეორე სარექსაც მოვასწრებთ რა. მოკლედ, ჩემო გოგა, მე როგორც ხვდები, შენც კმაყოფილი ხარ და მეც კმაყოფილი ვარ. რატო? მართალია ჩვენს ნომრებში არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა შეძლეს იხილეს ბუნების სიმდიდრე, ასე ვთქვათ, ხო? ნამდვილად კარგი კადრები იქნებოდა, რატის მე მგონი გადაღებულიცაა აქ ეს ჩვენი და ვიხილავთ, დიდი იმედი მაქვს ფილმში. რა მაინტერესებს? ჩემს ქვემოთ, მე მეგონა რომ ჩემს ქვემოთ და მარჯვნივ შენიდექი და იქიდან წამოვიდა, სარეკი დაწყებული იყო ალბათ ერთი 10-15 წუთის. ჯაბსონა. ჯაბას გამოუვიდა ტურა და რო გავიდა ტურა, დაკრა, მაგრამ ვერა. ვერ გასწავლე ჯაბა, სროლა ვერ გასწავლე ძმაო, რა ვქნა რა. გამოყვევით, გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი და მალე შემოგთავაზებთ მეორე მორეყვას. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეხლა ნაწილდებით ნომრებში ორ სარეკად კი არა და ორ ნაწილად გავიყავით. ადგილობრივები დარჩნენ შეკრების ადგილზე და დღეს შეუყვებიან სარეკთან ერთად და გადანაწილდებიან ნომრებში. თბილისიდან ჩამოსული ხალხი დაახლოებით 6 მანქანა ვართ თუ სწორად დავითვალე. მივდივართ სოფელი კოჯრიდან უნდა გადავუკეთოთ გამოსასვლელები. ძალიან მალე ალბათ დავდგებით ნომრებში და შემდეგი ჩართვა დღიდან გვექნება. ვერ მზადებით მეორე მორეკვისათვის. გადანაწილებით ნომრებში და მალე დაიწყება ყველაფერი. თუ სარეკი ქვემოდან კეთდება, მაშინ ეს შუა წელზე რო გადავუკეთოთ რატო არა? ო, ეგ არის სხვა არაფერი. გადაიგე გადაიგეთება და ეგ. აქედან არის ჩანს. კი ბატონო. ხევი გადაიკეთება და ეგ არის. აქ ხარი გაიქნება. ალენ, მოკლედ შემდეგნაირად აგვიხსნა ახლა ბატონმა ვეუბნები რა რომ აი ეს მინდორივით რაც ჩანს ერთი 4 კაცი აქ უნდა გაჩერდეს რომ ეს მინდორი გააკონტროლოს, იმიტომ რომ არავინ ხრახნით არ ვართ, ყველანი გლუებით ვართ. შემოსასვლელი დაიწყება და ნუ გადანაწილდება 4 კაცი და დანარჩენები უნდა ჩავიდეთ, გეაბრაზნათ ასე ვთქვათ, ხევში რომ გამოსასვლელები დაუკეთოთ. სარეკი ქვემოდან წამოვა და ნაწილი ნომრების ალბათ ცოტა ქვემოთაც ჩაიწევს რა. მეორე სარეკის დაწყობა დაალაგება მიდის ახლა. გავაჩერეთ მანქანები, ფეხით მივუყვებით. სარეკი ჩავიდა ქვევით.
ქვემოდან გამოუყვებიან აი ამ ხევს. ნაწილი ბიჭები ნომრები უკვე დადგნენ. 7-8 ნომერი გაჩერებული არის. ჩვენ გზას ვაგრძელებთ. ვცდილობთ რომ ხევის ბოლოში გავიდეთ და იქ გადავუკეთოთ გამოსასვლელები. დავდგებით და გავაგრძელებთ მერე ურთიერთობას. მარლენი დადგა ალბათ მე-6 ნომერი არის, თუ სწორად დავითვალე. კარგი ადგილი არჩია, კარგი მხედველობა აქვს. თუ აქედან ამოვიდა, უნდა გაიაროს ეს გზა. ხო, ბაზარი. ამიტომ აი ეს ბილიკია გასასვლელი და მოეფარე რამეს დაუდექი და დაემატე. მხედველობის არეალი მაქვს ზემოდან გავაკონტროლებ რამე თუ გამოირბეს. აქ ამოსასვლელიც აქვს, მაგრამ ნუ სავარაუდოდ აი ესე უნდა გაირბინოს. ნახოთ რა ბიჭები დადგებიან, სარაკი დაიწყება და ვიმედოვნებთ რომ ამ სარაკშიც რაღაცა იქნება კარგი. შევხედოთ. ფანტასტიკური ხედი მაქვს წინ. ალაზნის ველი ჩანს, იქითკენ დათოვლილი კავკასიონი. შვენიერია. ბუნება მშვენიერია, ცხოვრებაც მშვენიერია. ხედავ ბილიკს. აი აქაც ხედავ ბილიკს. ეს ბილიკი რეალურად არის მუშა ბილიკი. რატო იცი, ნახე და აკვირდი იმ ადგილზე ფოთოლი აღარ აყრია. ხედავ აი აქ ფოთოლი არის და აი უკვე აღარ აყრია. იცი რატო? ესე იგი ხშირად დადის. მოკლედ დავდექი. ოდნავ ჩამოვიწიე ქვემოთ, იმიტომ რომ უფრო დიდ ფართობს ვაკონტროლებ, როდესაც აქედან მოკლედ უკეთესი ხედველობა მაქვს. აქედან წამოსულიც, პრინციპში ქვემოდან ამოსულიც და აქ გადასვლას თუ დააპირებს, რა ვიცი, მოკლედ ძალიან კარგად ვზივარ, მე ესე მგონია. ძალიან დიდი ალბათობით თუ რამე გამოვიდა, ვერ უნდა გამწდეს. ბიჭები ეს ზოლზე არიან დაყენებულები იდეაში, მაღლა რატიდოლიძე და ნაწილი ჩვენი მეგობრების მაღლა წავიდა და ნაწილი შევიდა შიგნით ტყეში, აი ეს შუა წელს გადაუკეტავენ. შორიდან ძავლის ყეფაც მესმის. ჩემს ნომერში არ ითვლება რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს თვალთახედვაში ტოტებს შორის დავინახე მელა. ან შეიძლება ტურა, არ ვიცი, მოკლედ ზუსტად ვერ ვიტყვი რა არსება იყო შესაბამისად სროლაც მაგის გამო ვერ განხორციელდა. შემდგომ ცოტა ხნის მერე მესმის გასროლების სერია დიდი ალბათობით გოგას გაუმართლა. იმიტომ რომ ჩემს მოპირდაპირე მხარეს წესით გოგა უნდა იდგეს. საინტერესოა რა დაინახა გოგამ. კარგად დააყარეს ბიჭებმა. ქვემოთ იყო რაღაც სერიოზული გასროლა, ისეთი მიყრილი გასროლა იყო, დიდი იმედი მაქვს, რომ ტურა მონადირებული არის რა. ძაღლები და ახლა ბილიკზე ამოვიდნენ, აქეთ აღარ ველით ნაბის. მოკლედ ასე და ამგვარად მეორე სარეკი მორჩა, იყო გასროლის ხმები. რაღაცას ესროლეს უეჭველი, იმედი მაქვს, რომ ამოიღეს ბუნებიდან. ეხლა მევალთ და ვნახავთ. სავარაუდოდ
მარლენი არ უნდა ყოფილიყო წესით ჩემსა და მარლენ შორის ვინც დადგა იმან ისროლა შეიძლება ბაბუც იყო ვერ გიტყვით ავალ ეხა მაღლა და მოგახსენებთ ყველაფერს დაწვრილებით ეს 8 მარტია და იმის მაგივრად რომ სახში ყოფილიყავი და დედისთვის და მეუღლისთვის და ჩემი ბავშვებისთვის ზოგადად ქალბატონებისთვის მიმელოცა მაინც ანათერო წამოვედი ამიტომ აქედან გიგულწავთ და ეს არის მრავალ 8 მარტს ბედნიერად ჩემთვის ეს დიდი დღესასწაულია მეთქი რო გითხრათ ტყუილია მაგრამ ახან ქალბატონებს გიხარიათ მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა და ესეთი ყვავილები შემილია განეხოთ აი ეში არის ამოსული პირველი ყვავილები გადაწყდეს ესეთი ლამაზი სანახაობა არის რითიც ტკბებით ხოლმე ამ ნოტაზე ცოტა ხნით ისო გემშვიდობებით მივალ მარლენს ვნახავ და ვიკითხავთ რა როგორ და რანაირად აი ჩვენი ცუგებიც მოვიდნენ მე მგონია რომ შენ ნომერში გამოვიდა რაღაცა იმიტომ რომ მე დავინახე ჩემი ნომრიდან გამოჩნდა რაღაცა მაგრამ რა იყო რადგან ვერ გავარჩიე რა თქმა უნდა არც მისვრია ჩემთან ნუ შეიძლება ითქვას რომ გამოვიდა ბაბუმაც ესროლა ტურა იყო მე შორს დავინახე მაგრამ სროლას აზრი აღარ ქონდა აჰა გასაგები არის თქვათ ასე რომ 4 ამოღებული ტურაც არ არის ცუდი 2 ჩვენ ზემოთა მხარემ 2 ქვემოთა მხარემ ამოიღო შვენიერი შედეგი არის უკეთესი შეიძლებოდა მაგრამ როგორც ჩვენმა მაყურებელმა იცის მე და მარლენი მანდა მაინც რაოდენობას არ დავსწრებთ რა თქმა უნდა თავარი არის საქმე გაკეთდა და ყველანი მაყოფილები იმიტომ რომ ვალი მოვიხადეთ ერისა და ქვეყნის წინაშე მივდივართ ახლა სახში რა სიტყვაში კი ბატონო კარგად იყავით მეგობრებო გამოიწერეთ არხი ვიყურეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გამოწერები ჩვენთვის და არ დაიზაროთ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.